მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩემი ახალი YouTube არხი გრძელი ვიდეოებისთვის და მინდა შემოგთავაზოთ ესეთი გაშლა, როდესაც სიჩუმეა ურთიერთობაში, როდესაც არანაირი კომუნიკაცია არ გაქვთ, ნახოთ რა ხდება ახლა ნახოთ. მოდით, რა ენერგიებში ხართ თქვენ? რა ენერგიებშია თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება, რა ხდება ახლა თქვენ შორის და რა მოხდება თქვენს შორის, რა განვითარება ექნება თქვენს ურთიერთობას. ვნახოთ რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ. თქვენი ენერგიები ცოტა მერყეობთ შემოკარგება, შეიძლება ელოდებით კიდეც თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას არ იცით რა იქნება თქვენს ურთიერთობაში, თან იმედი გაქვთ, თან არ გაქვთ შემოკარგებო იმედი შეიძლება როგორი სიტუაცია იყოს, იცით, აქ დავამატო არკანები. ნახე, ფიქრობთ თქვენ იბრძოლოთ ამ ურთიერთობისთვის, თუ არ იბრძოლოთ, საკუთარ თავთან გაქვთ კონფლიქტები, ანუ ხან ერთს ფიქრობთ, ვიბრძოლებ ურთიერთობისთვის, ხან მეორეს ფიქრობთ, რომ არ ვიბრძოლებ ურთიერთობისთვის, ესეთ ენერგიებში ხართ თქვენ. მაგრამ თქვენი მეორე ნახევარი შემოკარგებო ძალიან გიყვართ, უბრალოდ ეხლა გაბრაზებული ხართ, გაღიზიანებული ხართ, შეიძლება ნაწყენიც კი ხართ, რომ თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება არაფერს არ აკეთებს, არ ბრძოლობს თუნდაც თქვენთვის შემოკარგებო, მაგრამ სასიყვარულო ვიბრაციები მაინც გაქვთ. რა ენერგიებშია თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება? თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება რაღაცა ხალხის ზეგავლენის ქვეშ ექცევა შემოკარგებო, რაღაცა ხალხს უსმენს, ან ხალხშია თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება. ვნახოთ დავადებთ აქ არკანებს, რა ენერგიებშია კიდე თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება. რა ენერგიებში თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებასაც უყვარხართ შემოკარგებო, მაგრამ ეხა თქვენი ურთიერთობის საბრძოლველად, ასე ვთქვათ, არცალია, ნამდვილად არცალია, რაღაცა შეიძლება საქმეებს აგვარებდეს ეს ადამიანი, თუმცა როგორ არის იცით, ისეთ ენერგიებშია, რომ ნამდვილად რაღაცას დაალაგებს თუ არა, სურს რომ სამართლიანად მოიქცეს თქვენთან მიმართებაში. ეს ძალიან ამაყი პიროვნებაა, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება და ესე პირდაპირ მოსვლა მას არ შეუძლია. შეიძლება რაღაცა ანკესიც კი გადმოგიგდოთ, რომ თქვენი ურთიერთობა განვითარდეს, მაგრამ თქვენს გიყვართ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, მასაც უყვარხართ. ნახოთ რა ხდება ახლა თქვენ შორის. რა ხდება თქვენ შორის და გაქვთ ორივეს ერთნაირ ვიბრაციებში ხართ ორივე შემოკარგებო. თქვენს გიყვართ, იმასაც უყვარხართ, თქვენს ნერვიულობთ, ისიც ნერვიულობს და სხვათა შორის ერთმანეთზე გაქვთ ეჭვიანობები შემოკარგო. რა განვითარება ექნება თქვენს ურთიერთობას? ჯერჯერობით შემოკარგებო, რაღაცა უთქმელობა იქნება თქვენს ურთიერთობაში. სიჩუმე იქნება თქვენს ურთიერთობაში. ვნახოთ კიდე რა განვითარება იქნება. სასიყვარულო ვიბრაციები თქვენ შორის აუცილებლად დაბრუნდება შემოკარგებო. აუცილებლად დაბრუნდება და შედგება აქ დიალოგი შედგება. ვნახოთ ვისი მხრიდან შედგება ეს დიალოგი. ვისი მხრიდან შედგება ეს დიალოგი, ვნახოთ. ჯერ ნერვიულობა იქნება, მაგრამ თქვენ ჩაფიქრებული პიროვნებისგან შედგება ეს დიალოგი შემოკარგებო. მას გაუჩნდება თქვენი დაკარგვის შიში და აუცილებლად რაღაცა ნაბიჯებს გადმოდგავს თქვენკენ და თან აქ როგორი სიტუაცია იცით, თქვენ ენერგეტიკულ დონეზე რომ გაუშვებთ ამ ადამიანს, ის აუცილებლად იგრძნობს, შეიძლება ეხლა ბანალურად გეჩვენოთ ეს მომენტი, ის აუცილებლად იგრძნობს და გადმოდგავს აქტიურ ნაბიჯებს. შემდეგ რა იქნება, ვნახოთ, შემდეგ რა იქნება თქვენს შორის. მას რაღაცა ფინანსური პრობლემები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მოაგვარებს აუცილებლად ამ ფინანსურ პრობლემებს. შეიძლება ამ ფინანსური პრობლემების დროს რაღაცა აქტიურად
ყურადღება ვერ მოგაქციოთ და გეგონოთ, რომ აი ეს ადამიანი მე მეთამაშება და თქვენ ამ ურთიერთობაში იეჭვიანოთ, ან რაღაცა გულისტკენა გქონდეთ და აქედან გამომდინარე თქვენ აიღოთ ისევ პაუზა, მაგრამ აუცილებლად დაიმახსოვრეთ, რომ იმას ექნება რაღაცა პრობლემები და აქ საეჭვიანო ნამდვილად არაფერი არ გექნებათ, ჩემო კარგებო. ვნახოთ კიდე რა იქნება თქვენს ურთიერთობაში. თქვენ ახალი ფურცლიდან დაიწყებთ ძალიან ძლიერ ურთიერთობას, ჩემო კარგებო. თქვენი ენერგეტიკა აქ რაღაცა ერთმანეთს ძალიან ემთხვევა, თითქოს ერთნაირები ხართ თქვენ და თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება, ჩემო კარგებო და რაღაცა გაუცნობიერებელი ჯიბრი გაქვთ თქვენ ერთმანეთთან. შეიძლება კონტაქტი არ გაქვთ ეხლა, მაგრამ ისიც გეჯიბრებათ, თქვენს ეჯიბრებით. იცით როგორ არის, ისიც ძალიან ამაყი პიროვნება და თქვენც ძალიან ამაყი პიროვნება ხართ. არც მას უნდა გადმოდგას პირველი ნაბიჯი და არც თქვენ, მაგრამ თქვენ მასზე ძლიერი ადამიანები ბრძანდებით, ჩემო კარგებო, გაუშვით ეს სიტუაცია, გაუშვით ენერგეტიკულ დონეზე და ის აუცილებლად გადმოდგას ნაბიჯებს, რადგან მიჯაჭვულობა აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ თქვენს გარეშე მას არ შეუძლია. უბრალოდ მანიპულატორი ადამიანია თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება და უნდა რომ რაღაცა დისტანციაც რო გაქვთ და კონტაქტიც არ არის. ის თulis რომ მაინც აი მანიპულაციებს აკეთებს თქვენთან მიმართებაში და გეუბნებით, რომ აი რაღაცა გაუცნობიერებელი ჯიბრი გაქვთ ერთმანეთთან, მაგრამ ცეცხლის დეკადაში აუცილებლად დაალაგდება თქვენი ურთიერთობა.